მოგესალმებით მეგობრებო. სალამი ყველას. ჩვენთან ერთადაა ჯეოსტაფი. ახლა ვართ მცხეთაში. სადაც დანგრეული გზა შემჩნიოთ. და მივდივართ, რა ქვია? ჩვენ მივდივართ სოფელ კარსანში, სადაც არის განლაგებული გეოფიზიკის ობსერვატორიის კომპლექსი, რომელიც მერე იყო იმდენი რაღაცა იყო ის ამ შენობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ვერიას დავალებით მათ მიმდინარეობდა საიდუმლო იარაღის შემუშავება, ნუ ყველა მიცით რა ტიპის იარაღზეც არის საუბარი. ისტორიული შენობა. მეგობრებო, მე და ალექსიც მოვედით. აი თუ ხედავთ პირდაპირ ჯვრის მონასტერით ჩანს. და ესეც ჩვენი თავარი შენობა. როგორც ალექსი მგითხრათ ვიდეოშივე და საწყისში, აქ თუმე ატომურ ბომბზე მუშაობდნენ ბირთული. ეს შენობა ეს თავარი შენობაა, ხო? კი, ეს არის თავარი შენობა. ესეც კიდე შადრევანი. ისტორიული სურათები არ არის. აქ ვიბანავით მე წამოსვლის წინ. ხო. ადგილი ჩვენიერია, სუფთა ჰაერი. მანქანები ვერ წაიყვანეს? ის მოიყვანეს, ადრე არ იყო ეს მანქანები. რატო და მოიყვანეს? ბიჭო, სხვათა შორის აი ამ მანქანაში უნდა იდგეს Toyota-ს ძრავი. მოგეთ, შეიძლება წინიდან გადაიღე ნახე. ეს? ხო. Toyota-ს იგი. ხო და ეს ნიტო Volga, ნიტო რაღაცა ამერიკული მანქანა უნდა გადაკეთებული, გადმოკეთებული. იმიტომ რომ მე როცა მოვედი ეს არ იყო აქ რა. რითმ პედლით და რულით მოვიდა. მეგობრებო, მოკლედ, შემოვედი შენობაში. როგორც ალექსიმ გამაფრთხილა, თურმე ინგრევა რა, აი ქვედა მხარეს ხედავ ჩაშლის. და რაც შეფრთხილად უნდა ვიყო ამ მხრივ. სხვა ყველაფერი რიგზია. ხოლო ჩვენ ვართ აქ. ძალიან ნესტიანია მიწაც. ძირიც აქ უკვე ჩაშლილია. განახებთ ჩაშლისას ყველაფერს. ალექსი გარეთა სხვა ინფორმაციას იღებს ამასთან დაკავშირებით. მაგებზეც გეტყვით. როგორც გითხარით, თურმე აქ ამზადებდნენ ატომურ ბომბს, ანუ ბირთვულ იარაღს, მაგაზე მუშაობდნენ აქ. შეიცვალა კიდე შეიცვალა და ასე. აი, ქვეშხოს ჩაშლილია. აქაც აი ნახეთ. კოჭები, ჭერი, აი იატაკი ყველაფერი ჩამოშლილია რა. კიბე თუ სანდოა, წესით კი, რკინისაა კიბე. ამიტომ უკვე ავალ მეორე სართულზე. იქიდან დავიწყებ გადაღებას. ალექსიც აქ არის. ცოტა მიგრომობრეულია, მაგრამ ამ კიბის მეშვეობით აუცილებლად ჩვენ ავთ მეორე სართულზე და მოდით აქამდე დავათვალიეროთ პირველი სართული. აი აქ ასე იატაკი არის ჩანგრეული, ქვევით ჩანს შენობის სარდაფი. ხოლო ჩემგან ხელმარჯვნივ არის აი ესეთი დერეფანი. ეს სარდაფი. ოთახები და სადაშორის აი ეს რო არის ესე ჩამონგრეული, აი ეს
ჯერ კიდევ აი ნახევარი წლის წინ ეს იყო კარგ მდგომარეობაში და აქ შემეძლო მე თავისუფლად გავსულიყავი. Ყველას დიდი პრობლემა იყო ის რომ ამ შენობას სლურსები ფრთხილად. აი ახაც ნახეთ იატაკი არ არის და ეგეთ ფიცრებზე ვიწევს სიამოვნე. აი ახაც ოთახია, აქ ადრე იყო ორი სართული, უბრალოდ მეორე სართულის იატაკი ასე ჩამოინგრა და გაიჩნდა ესეთი დიდი სივრცე. ამ ფიცრებზე უნდა გადავიდე. იქით ქარი ამოძრავებდა კარიბებს. ესე ყურადღება გადავიტანე. იმედია მყარი კოჭებია. აი იყო. სასარგებლო შეხვდა. ეს ერთ-ერთი ოთახი. ქარი ამოძრავებს იმედი მაქვს. კედლებიც იშლება. აქ ცოტა თხილად უნდა გადავიდე. ქვემოთ სუსარდაფია. მარცხენა მხარეს ცოტა არ იყოს ცუდი ამოსასვლელია. მოგბადე მოგწონს აქაურობა? კი. მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზი ხედი იშლება აქედან. წვანე. იმინა ულამაზესი. მეგობრებო, ფრენა რო შემეძლოს, დიდი სიამოვნებით განახედვით იქით აოთახებს. აი ეს ფანჯარა იქით იხურება ძალიან. აი რო შემეძლოს ფრენა, გადავიდოდი განახედვით. ალექსიმ როგორც თქვა ვიდეოს ფანჯრებია მეგობრებო, ქარი ხურას არ ინერვიულობთ. ალექსიმ ვიდეოს დასაწყისში როგორც თქვა, ამას ჰქონდა სახურავი, რომელიც მოიპარეს. ძალიან ამდენი წვიმის, თოვლის და რაღაცის გამო ალბათ დასუსტა და ჩამოინგრა. მეგობრებო, იმასაც გეტყვით, რომ სულ ცოტას და 100,000-ნი ვიქნებით, ამიტომ უმჯობესია, რაც შეიძლება მეც გაუზიაროთ ჩემი ვიდეოები, თქვენც გამოიწერეთ, ოჯახის წევრებმაც გამოიწერონ, რა ვინც მიყურებთ. დაძალებით არაფერია და რაც მალე ვიქნებით 100,000-ნი, თქვენთვის იმედია კარგი სიურპრიზიც მექნება. ეხლა მე და ალექსი მოვემზადებით და ჩავალთ უკვე სარდაფში. ალექსიც ზად არის, ფანერებიც ზად აგვაქვს და ეგ არის. მოვემზადეთ. კიბეებია, კარები. მეგობრებო, როგორც ამბობენ, რავი, ალექსი მითხრა, ადგილობრივები ამბობენ, რომ თურმე აქ რავი, გონიათ, რომ ის იმ ადამიანთა სულები შეიძლება იყვნენ, მოჩვენებებიან რავი, რაც გინდა დაარქვით,
ვინც ადრე აქ მუშაობდაო რა და შეიძლება შეეწირა კიდეც აქაურ საქმესო არ ვიცი ნახოთ მაგი მედით მე არ ვარ აქ უსული აუ რა კაი სიგრილია ეს რა ეროსამფულიდან ჩამოსასვლელი რო იყო დანიშნულების სოფახია მოსწეთ ნუ ალბათ ნუ მოსწეთ კი ზოგადად მე საკმაოდ სკეპტიკულად ვარ განწყობილი. მე არა. თუმცა მაინც გარკვეული დროის შიშის გრძნობას მაინც გამიცდი. და ესეთი არის ამ შეურის სარდაფი. მე პროექტი. რა შენიერი ადგილი. შექმნა თვითონ. ბიჭო, არ არის შუქი რაც მიშვებს თავრობა. ჩაგვიქრეს ამ შუა კარანტინში. სულ რატომღაც მგონია რომ რაღაცა, короче, მოსახვევში რო შევალან რომელიმე ოთახში, რაც გადმომიხდება ეხლა უცებ მოჩვენება. კი მეც. სიმართლეობით რა გამით ერთხელ ვარ დავყოფი და გონი ღამე გაქვს ვიდეო გადაღებული მახსოვს. ღამით სურათები გვაქვს. ხო, განათება რო ქონდა, ხო ფერადი? კი, მახსოვს. მომიხდები კი გამოდიოდა აქედან. ეხაც თან ქარიო კარებებს აღებდა ცეხა ზემოთ მაგარი იყო. ნუ აი აქედან არის ასასვლელი უკვე უშუალოდ შენობის ფოიეში. და აქედან ეგრევე თქვენ ხვდებით ესეც ასე. შეგნივარ უკვე. ეხა გავუყო რა კაი. ლაბირინთია განახებთ. აი კიდე გავიდეთ გარეთ. მანდა არის კიდე რამე? შენობის სხვა დანარჩენ ხარების დამოდით ახლა გავიდეთ აქედან. ძალიან ესტია. და დავათვალიეროთ შენობის სხვა ნაწილი და გავიდეთ კიდე სხვა შენობის. წერა მამაოიმა გაგვაფრთხილეს. მაინც რადიაციაა და. ბადრი შენც აქ ხარ? მეც აქ. მიდი შენ შეედი და დაგელოდები. არის კიდე იქით რამე? კი. აი იმ კედლის მიღება შეგიძლია გადაძვრე. შენ ადი და აბავალი. აი არის აქ. მეგობრებო ძალიან დამსხ ქუდი რომ მოვიფარე. ძალიან ნესტი აი. წარმოიდგინეთ. წყალში ხართ რა, ისეთი ნესტი. გავძვრები ახლა და ავალ ზემო. აიცა დავაფოკუსებ. აჰა, ესეც არის დიგერის დაბადება. და მოგეწონა ბადრი? კი, რა ნესტი იყო ქვემოთ. კაი სიგრილია არა? კი. ჩვენი წავეხა ჩვენ აი იქ შევძვრეთ. პანჯარაში უნდა შევძვრეთ. ახალი მასში? ავალ ხო მესამე სართულზე და იქიდან წესით სახურავზე შევძვრეთ ჩვენ. ეს კამპარი. ეგ არის ესეთი კიბე. კიბე უფრო თანამედროვეა. შევედი ჯონათში. ის არის მეორე სართული, ესეთი დიდი დარბაზია. აქედანაც პატარა კიბე არის და აქედან ჩვენ აღმოჩნდებით ველი შენობის ერთ-ერთ ნაწილში, რომელშიც ვერ მიხვია, რომელშიც ხო, სულ ჩაშლილი იყო. კი დაიწერე.
ჩემი ერთ-ერთი ის უნდა გითხრათ, შიში. ვინაიდან მე კლდეებზეც დავდივარ, რა ვიცი, რა ჯვარზე, ყველაფერზე ჩვეულებრივად დავბოდიალობ. კლდეზე რეაქცია არ მაქვს არანაირი შიში და საკმარისია მესამე სართულზე სიმაღლეზე ვიყო, შენობას გულისხმობ, корпуსი, სახლი არ აქვს მნიშვნელობა. საკმარისია მესამე სართულს ავწვდი და მაგარი შიშები მეწყება სიმაღლეზე. რომელიც ამ ვიდეოს მერე გამოვა დაახლოებით 1 დღეში. აი, ჯვრის მონასტერი პირდაპირ. ხელა იმაზე. კაი დიდი კრიშა კი მოუპარიათ. მე მეგონა ეს 50-იან წლებში მოიპარეს ეს სახურავი და როგორც გავიკითხებ ხოლმე ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს იყო ეგ. და მოდით ახლა გადავიდეთ აი იქით. არ გარისკო მაგაზე. არ გარისკო ძალიან ხმელია. ფეხი დაადგი თუ არა მოძრაობა დაიწყო. თანახე იქით წვრილი ფიცრებია. კოჭები რო იყოს ხელი კაი იქნებოდა. თორე იმ სახურავიდან შენიერი. მეგობრებო, აი ეს თავარი შენობა, ხო? ეს თავარი შენობა ხო, მოვიარეთ ჩვენ. კრიშაზეც ავედით ყველაფერი, სარდაფიც. ეხლა გადავდივართ ალექსი მოკეთეცის. იქ ზემოთ არის ორი შენობა, რომელშიც ცხოვრობდნენ უშუალოდ მეცნიერები და კიდე რაღაც ან თან ცხოვრობდნენ, თან კიდე სათავსოები იყო და კიდე რაღაც დანიშნულების ოთახები ჰქონდათ რა და მოდი იქაც გადავიღოთ და ნელა-ნელა დავიზრათ უკვე თბილისისკენ. გადავინაცვლოთ. რა სიტყვი ალექს? ბიჭო, ძალიან მაგარი შენობა არის. თავდაპირველად ეს იყო მეცნიერებისთვის საცხოვრებელი корпуსი, ასე ვთქვათ, ან შენობა. შემდგომ უკვე როცა აქ ტუბდისპანსერი გაიხსნა, ვინც მკურნალობდა ტუბერკულოზისგან, აქ პალატებში იყო ესე განთავსებული. აი ეს ახლა დიდი ოთახი, რომელშიც ვიმყოფებით, ჩემი ვარაუდით იქნებოდა სასადილო, ან ყველას ერთად რო ეჭამა და რამე რა. იმიტომ რომ აქ ნახე. კაფელით არის მოპირკეთებული, იქნებოდა ხელების დასაბანი და როგორც წესია, ანუ სასადილოებში, ანუ მსგავს კაბინეტებში იყო ისეთი რამე გაკეთებული. ჩვენიერი ნაძვნარია. და ესეც ალექსის თქმით არის გერმანელების კი არა ვაფშე საწავით. იმათი რა ქვია. მეცნიერების საცხოვრებელი. ვა, იასამანი როგორ მიყვარს სუნი. ანდრევებია ხოლმე შემოვიდე. კურნალობდა და რა ვიცი, კიდე შეიძლება სხვადასხვა რაღაცეები. ნახეთ, რამდენი დოკუმენტაცია ყრია. Zapad est Zapad. Vostok. არის ერენ? ფილტრების რენტგენები, აქ ალბათ რენტგენის აპარატიც იდგა. მაგას თალკე კაი დასხივება აქვს. მეგობრებო, მე და ალექსი მოვრჩით. ეს იყო, რავი, სამი შენობა გამოვიდა. ეხლა გავიგეთ დღეში, ჩავდებით მანქანაში და იგა.
მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ აუცილებლად, მეგობრებსაც გაუზიარეთ. ალექსის არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მის დამსახურება ახლა აქ რო ვართ და როცა ვუყურებთ, გამოიწერეთ აუცილებლად. ჯეოსტალკი აქ წერაში იქნება პირველივე, ჩართავთ თუ არა აქ წერას, ნახავთ. მე მის ჩერნობილი იქნება და ვიდეოებს გადახედეთ. ადგილები. საქართველოს გარეთ, ჩერნობილი, თვითონ საქართველოშიც რავი. რასაც ვერ წარმოიდგეთ, ისეთ ვიდეოებს ნახავთ. ხო და რავი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დააკომენტარეთ, თქვენი აზრებიც გამოთქვით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვინ იცოდით ეს ადგილი, ვინ არ იცოდით და რავი. რაც მეტი აქტიურობა იქნება, მით მეტი შანსია, რომ კიდევ მრავალი გადავიღოთ ერთად. მეტი გამოწერა, მეტი ნახვა, მეტი мотиваცია. ეგენია, ეგენი უდრის მეტ აქტიურობასაც. აბა, მაგრად მეგობრებო, გემშვიდობებით. მაგრად მეგობრებო, დასასრულამდე ისევ შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ. სულ ცოტაც და 100.000 გამოწერი იქნება, რაც არის ჩემი მთავარი ოცნება YouTube-თან დაკავშირებით. გამოიწეროთ არხი, გექნებათ მეტი სიახლე, მეტი ახალი ამბავი, სიახლეები, ანუ ახალი ტიპის ვიდეოების სახით, ახალი კონტენტი. რავი, მეტი სიხშირე ვლოგების ხრივ. ამიტომ მეგობრებო, ეს არის ჩემი ერთადერთი ხოვნა რა, ვისაც უნდა გააკეთებს. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ზარისხილაკის აქტიურობას არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს დალაიქება, გაზიარება, დააკომენტარეთ, თქვენი აზრი მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რა შეცვლიდით ისა ესა და რავი, გემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ან მე და ალექსი გადავიღებთ, ან მე და სხვა რომელიმე ადამიანი, ან ყველა ერთად. ნახოთ, როგორ იქნება საქმე. აბა, მაგრად.